მეცნიერები ამბობენ, რომ მეურნეობას შეიძლება ვერტიკალური მომავალი ჰქონდეს. ვერტიკალური მეურნეობა ინოვაციური მეთოდია, სადაც მცენარეებს ხელოვნურად ზრდიან დახურულ სივრცეებში. აქ ნიადაგს წყალში გახსნილი საკვები ნივთიერებები ანაცვლებს, მზის სხივებს კი ლედ განათება. ამ ტიპის მეურნეობა ყველაფრის კონტროლის საშუალებას იძლევა. მცენარე იზრდება უფრო სწრაფად და სუფთად, ამინდისგან სრულიად დამოუკიდებლად. ტრადიციულ მეურნეობასთან შედარებით, მინიმუმ 70%-ით მცილდება წყლის მოხმარება. არ არის საჭირო პესტიციდების გამოყენება და მოსავლის მიღება მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად შეიძლება, თანაც პირდაპირ ქალაქის ცენტრში. მსოფლიოში უკვე არსებობს ვერტიკალური მეურნეობის წარმატებული მაგალითები. ნიუ-ჯერსიში მდებარე აეროფერმსი ყოველწლიურად აწარმოებს ათასობით ტონა მწვანილს ძველი ქარხნის შენობაში. გერმანული ინფერმი კი ქმნის პატარა ვერტიკალურ ფერმებს პირდაპირ სუპერმარკეტებში, სადაც სალათის ფურცელი იქვე მინის მიღმა იზრდება. თუმცა არის ვერტიკალური მეურნეობის მეორე მხარეც. პირველი სერიოზული გამოწვევა ფინანსებია. ამ ტიპის ფერმის მოწყობა მილიონობით დოლარის ინვესტიციას მოითხოვს. მეორე პრობლემა ელექტროენერგიის მოხმარებაა. ამგვარ მეურნეობას უწყვეტი განათება და ტემპერატურის კონტროლი სჭირდება. მესამე გამოწვევა შეზღუდული კულტურების რიცხვია. ვერტიკალურ ფერმებში უმეტესად მწვანილი და სალათის ფოთლები იზრდება. ახლა ცდილობენ ამგვარ მეურნეობაში ძირითადი საკვები პროდუქტებიც მოიყვანონ, როგორებიცაა ხორბალი, სიმინტი ან კარტოფილი. იქამდე კი სანამ ტრადიციული მეურნეობა ისევ უალტერნატივოა, აგროკომპანია ბარაკა ქართველი ფერმერების გამოცდილ და სანდო პარტნიორად რჩება.